ქალბატონო მაკო. რა გახდა თქვენი დაპატიმრების მიზეზი? ბარი გაიხავე. კორექტულად თუ შეიძლება. კორექტულად. დაგიჭირეს. კორექტულად თუ შეიძლება. მე ვიყავი ბარიგა ხა? აი ეს არის ბატონო მოსამართე თავი ბარიგა. აი ამათი დავალებით მოგვედებდინე. ამისი დავალებით. კომპრომატი არსებობს ნატოს რა ხასიათის? ცალკეული ღალატს. გამამართლებელი განაჩენი უნდა თვალ. აი ეს კაცი მაინტერესებს. რაც მაგ დედამოტყნულ კოტეზე მაქვს. დიდი მაყუთი ღირს. ხალთ 11-ისთვის მოვა. ახალი ხელში გაიწვა. ტრუპთან გაიჩიტე ბიჭო. ტრუპის ძმა ის ნაბოზარი გაბუ გაძურა. შენ რა გინდოდა ჭუტალასთან? რას ეძებთ? დედაუჩო. მთელი ეს პერიოდი აქიჯდა. გაბო არა? ხო მაგის დედა შევეცი. ალე აქედან გვალივერებდა ჯიგარი. ჩვენ წუტალას ტრუპს უტრიალებდით. ეგ იჯდა თავისთვის, ვითხასავით მიყუჩებული. მე თუ მკითხავ, ვითხა ყველაზე ჭკვიანი ცხოველია. საიდან მიხვედი ამ დასკვნამდე? ვითხა რომ ყველაზე ჭკვიანია? არა. გაბორო თავის მისწამებას ამ სოროდან უყურებ. ვითხების თვისება შინაურის გამეტება. მაინც საიდან მიხვდი რომ გაბოს ჭუტალასთან სამალავი ქონდა? სამი დღე არ მისულა სახში. უთვალთვალებთ. ჭუტალა დაბრიდეს, ეს კი გაქრა. ესე იგი ყველაფერი იცოდა. აბა ასე უცებ საიდან გაიგებდა ჭუტალას ამბავს. ჩვენ რომ მოვედით, კიდე ნელთვილი ქანაობდა თოქზე. აღაზის ბებომაც გაბოს სარაჯიშვილი და სერვალადი უყვარდა. სულაკი. გახსოვს ის საქმე? პარნოვზე რო მოხდა. რომელი? ბომბარდების?
რაღაცი დგავს. იქაც იყო სამალავი. კაცი რომ თავის ძმის მკვლელობას თვალებში ჩახედავს და ხმას არ ამოიღებს. არ უნდა გქონდეს დიდი არჩევანი. როგორც კუთხეში იმიმწყვეულ ვიშთხას, ხო? ფიქრობ, რომ დაითესა უკვე? მე მეკითხები. გონია რომ ყველაფერი გადამოწმებული გაქვს. სწორად ფიქრობ. ნახეთ რა. აია, საზღვრები? ეგ ისეთი ნაბუზარია. რამე ხრელი ექნება დატოვებული გასაზრომად. მაგრამ არც იმას გამოურიცხავ, რომ აქ ჩაჯდა. ქალაქში ჩაიმალა და დროს ელოდება გასაძრომად. მაგრამ მე სხვა რამე მაინტერესებს უფრო. რა სუფთხის ასე ეს გაბო? რა განცმალავს, ჰა? კალე. ხვიე ოზნა. აი, ახლა რა, ატრაკი. შენ ბიჭო აბისპეჩენი კაცი რესტორნის მეპატრონე, მოძვრები აქ ფანჯრებში, სამალავებში დაძვრები პატარა ბიჭივით შეჩემა და თან თვალებში მიყურებ და მეუბნები რომ არაფრის აზზე არ ახ. ბადრი. მე და შენ გონი დავამთავრეთ ამ თემაზე საუბარი. ყველა გაქვს მაგის იმედი. ყველაფერი ახლა დაიწყო. მე ჩემსას მივიღე. იცოდე. რასაც მიიღებ ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს. სად მიდიხარ, ბიჭო? ხელი გამიშვი, ბადრი. დიდი მაყუთის გამოდნობა შეგვიძლია, ბიჭო. ხელი გამიშვი, ვიძაბები. ვიცი კოტეს ტყილა არ დააჯექი ხოსზე. ხელი გამიშვი. დაჯექი საუბარი არ დამთავრებია, დაჯექი. კოტე ვინ არის? კოტე ის არის, ვისთანაც ძალიან დიდი მაყუთი ტრიალებს. მე მერაშვაში ვარ ან კოტესთან ან იმ მაყუთთან. მეც ეგ მაინტერესებს. გაბუსთან რა საქმე ქონდა? გაბუსთან არა, ჭუტალასთან, ბადრი, ჭუტალასთან. ახლა ატრაგე ბიჭო შენო. კოტე ვინც არის, შენც კარგად იცი და მეც. რა ფულები ტრიალებს მაგასთან და რა კრისატნიკი აქვს მოწყობილი თავის ოფისში. ეგეც ორივემ კარგად ვიცით. ჭუტალას მაგათი დაბრედილი მგონია მე. გაბოც მაგათ ემალება. ყველაფერი გწოდნია. თუ კოტეზე ნადირობთ, ინადირეთ, მე რა შვაში ვარ. ინფორმაცია მაქვს, ფაქტები არა. ფაქტები როგორ ჩანს, იმ ვირთხას აქვს. აბა შენ აქ რა გინდოდა? ან იმ ჩიკატილოებს. ეგ შენი გამოსაძიებელია. პოლიციელი შენახა. სორო ნახეთ, ვირთხა გაძვრე. რა გაეწყო? მე წავედი. წასვლის ნება არ მომიცია, ბიჭო. როდის იყო შენგან ნებართვას ვიღებდი? აი ქრომ ჩაგაყუდებ, სადაც საჭიროა. ისე გაგჟიმავ, როგორც შენ პროტეჟეს ჟიმავ ცოტნე. მე ნახავ შენ. ვის ჟიმავს? ვისაც ჟიმავს, ბიჭო. აი, ბიჭო. ის პროტეჟე ჩემი ცოლია. დაიმახსოვრე. მაქსიმუმ ერთ ვიქნებით ალბათ. ო და ძალიან კაი წამოვიდეთ რა. კი, არა რა პრობლემაა კაცო. რა პრობლემაა კაცო შენ მითხარი. კუკულუს კლანს გაუმარჯოს. მესამე გასად არის. მომიგიდე. აქ საიდან?
იქიდან. აი მესამე გულს მოსულა. ეს სად მიდის? ამას აქ რა უნდა? აბა, იცოცხლე. გამარჯობა უფროსო. გამარჯობა. ყალე. კარგია ჩემი ხაში. ო, მაგარი ხაშია, გემრიელი. არა, არ მინდა ჩემი. არ მინდა. ხაში არ მიიწევ. არა უფროსო. მადლობა. როგორ? ხაში არ მინდა. არ მინდა საქმე მაქვს. ძალიან მინდა არც ხაში. შენ ის მითხარი ბიჭო. აი მაგას რო ურტყამ ამ ყველაფერს. შენი კუჭი რას ამბობს? რაც უნდა იმ ამბობს. ნე, რა ბადი? ბადის საქმე ვერ არის კარგად. ვა. Что случилось? გაბოლოდ. Новость, скажу. კაცრავო, თქვენი სახელი? მე ანტონი მქვია. თქვენ? კალე. ძალიან სასიამოვნოა. ჩემთვისაც. ანტონი. დიდი ხანია რაც არ ცხოვრობ. რას თავი მახსოვს? თუთა და გაბოიცი? ბავშვობიდან იმ კიბეზედაც ერთად გადავდიოდით, გადმოვდიოდით სახლიდან სახლზე. თამაში ქონდა ეგეთი. იცი რა მაინტერესებს? შემთხვევით ხო არ იცი გაბო, სად შეიძლება ვნახო. საქმე მაქვს, ჭირდება. გაბოზე ერთი რამე შემიძლია გითხრა. შენ რო გჭირდება გაბოსთვის, ეგ არაფერს არ ნიშნავს. თუ დაჭირდი, აუცილებლად მოგძებნის თვითონ. იქნებ შემთხვევით სადმე გადააწყდე. უთხარი რომ კალეს ჭირდებია და ისიც უთხარი. მასაც ძალიან ჭირდება. თუ სადმე გადავეყრები, ვეტყვი. მაგრამ მე რო ვეტყვი, გაბოსთვის მაგასაც არ აქვს მნიშვნელობა. თავარია თვითონ რას ფიქრობს ამაზე. შენ თუ ნახე გადაიცი, კარგი? გადავცემ აუცილებლად. რა ინტერესნი კაცი ყოფილა თუ. აბა დავლიო თუ? არა. ანტონ ჯან, აბიჟაი. ჩემი ზომა წონა ვიცი. ეხლა მე წავედი საქმეს მივხედავ. დიდი მადლობა მოპატიჟებისთვის. რა საქმე ბიჭო, დაჯე რა, ნილამაიკა, დავაი, продолжи. არა მცალია. შუმერულ ტექსტს ვამუშავებ. რაო? შუმერულ ტექსტს. აბა დიდი მადლობა და კარგად იყავ. კარგად, შენი იმედი მაქვს. აუცილებლად. აბა დიდი მადლობა და ბედნიერად. ნახვამდის. რამე გაიგე შენ? შუმეროლოგი ვარო. მიდი გადაკარი სვეტიკა გელოდება. მაგას მე აგიხსნი რას ნიშნავს. Какие люди только не попадаются. Бедный Тбилиси, шумерულად. Оказывается. მიდი მე მანამდე გადავიხდი და Светик Джан, цаватана, авакенасет мერнам კანკით. უფროსო რამდენი ზარდალას მე. რაზე არის 18 ლარი და 80 თეთრი. ვახ. აგერ ხურდა არ არის. აი, დიდი მადლობა ხარ. Ოტილე. მადლობა გენასვალე. იხარე. სახელი? აღჭო. ჩვენთან ყოველთვის кай ხაში მსადება და მომბზანდი. მაგარი ხაშია, გემრიელი. აბა კარგად იხარე. კალე.
კანონმდებლობა ზურგს გვიმაგრებს. რა ვქნათ? დავიწყოთ? უნდა დავიწყოთ. აბა რა უნდა ვქნათ? კანონია. ეთანხმები. კანონია. გინდა ყავს ეგ ფილმი? ფილმი? არა, არ მახსოვს. მე მინახავს. კომედია რა. აკინ კაცრი ხელია საჭირო. კაცრი. ოღა. ბოლოს და ბოლოს ხომ და გაიგონე რა არის სახელმწიფო. მოკლედ ხო იცი, აყაყანდებიან. აყაყანდებიან და აყაყანდნენ. ბიუჯეტია შესავსები. რასაც გეუბნები ის გააკეთე შენ. ვერავინ ვერ მოსწავლის მე ხა იმას დემოკრატიას. უთხარი ვაკიდან დაიწყო. ყველა ქალი მოართვლიო. ქალი? რა თქვი ხა ისეთი? ანუ ვისაც დავიჭერთ? ო, ყველა ქალი. ქალი იყოს, კაცი არ. ჩინურად გესაუბრები? მეზდეზღება ეს. პერო გაყრილი საზოგადოება. ბატონო რამას? დიახ. გისმენთ ბატონო ზაუ. როგორ ზავგეგმეთ? საგადასახადო კოდექსის 273-ე მოხდა. დიახ, როგორც მოვილაპარაკეთ. მზად ვართ. ხო, რა თავარი? ყველა ქალი უნდა იყოს. კი, რა თქმა უნდა. დღესვე შეგვიძლია ავიყვანოთ ყველა. ბიჭები მობილიზებულები არიან. ვაკიდან დავიწყოთ? კი ბატონო. ნახოთ. რა ხდება? ხომშიდობა? შედობა? აი ესეთი მუშაობა მინდა. ოპერატიული. კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ, ნორამ. უფრო გენერალური სურვილის შესაბამისად მოქმედებთ, გონი. ესე იგი, გამოდის, რომ ბიზნესმენები გადასახადებს ვერ იხდიდნენ და ჩვენ მათ ვიჭერთ და ვაჯარიმით, ხო? ყველა ქალი უნდა იყოს თან. საიდან ვიწყებთ? რა თქმა უნდა, ვაკიდან. არ გაინძრეს არა. ხდება რა? ისთვის კი მაგრამ რატო? ბრალდების მხარე მოწმეთ იძახებს ნორა გაბედავას. ქალბატონო ნორა, მოახსენეთ სასამართლოს. რა ოპერაციაში იყავით ჩართული 2006 წლის სექტემბერში და რა მიზანს ემსახურებოდა ეს სპეცოპერაცია? ჩვენ დაგვევალა ინდმეწარმეებისგან და წვრილი ბიზნესმენებისგან თანხის მაქსიმალურად ამოღება. ამიტომ თბილისის მასშტაბით
200-მდე ბუტიკის მეპატრონე შემოწმდა. რა გახდა მათი დაკავების საფუძველი? საგადასახადო კანონის დარღვევა. რაში მდგომარეობს ეს დარღვევა? მათ არ გაითვალისწინეს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილება. ვისი დავალებით მოქმედებდით? ჩემი უშუალო ხელმძღვანელი იყო რამაზ თოლორდავა. ხოლო მან ეს დავალება გენპროკურორისგან მიიღო. პატივცემულო მოსამართლეებო, გთხოვთ ყურადღება გაამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ ამ საქმეზე აყვანილი ქალბატონების დაკავების დღე ემთხვევა იმ დღეს, როდესაც ახალი საგადასახადო კანონი გამოქვეყნდა ბეჭდვით ორგანოში. ანუ სპეცოპერაცია ჩატარდა მაშინ, როცა კანონი ჯერ კიდევ არ იყო ამოქმედებული. როგორც მოგეხსენებათ, კანონი მოქმედებას იწყებს გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, რათა ადამიანებს ჰქონდეთ კანონის გაცნობის საშუალება. როულა! 9. როულა! ხმას თუ არ ამოიღებს მაგ ბურთს შევტენე ერთ ადგილას აიო წინს გონი ეწყინა ფისოს გალბატონოთინა თქვენ გაქვთ არაკეთილსინდისერი დამოკიდებულება საგადასახადოსთან არ ვიცი რა გინდა ჩემგან რამდენი წელიწადია ბიზნესში ხართ? 9 თუ არ ვცდები. 9? მე ამ შემოსავლებს რატომ ალავთ? მე არაფერი დამიშავებია. მოგლეთ. რანჯაობის დრო არ გვაქვს ხალბატონო თინა. ამ საბუცხერს თუ არ მოაწერთ. 6 7-იან 9 წელი დაისვენებთ. ნუ პროსტორად დაგასვენებთ. არ დაგხალათ ბიზნესმა. ეს ძალადობა. კანონის დამორღვევებს ჩვენ სხვაგვარად არ ვესაუბრებით. თვითონ გადაწყვიტოს ყველაფერი რა უნდა და როგორ უნდა, всё. ბრალდების მხარე მოწმეთ იძახებს თინა მღებრიშვილს. ქალბატონო თინა, დათანხმდით თუ არა საპროცესო გარიგებას? სხვა გზა უბრალოდ არ მქონდა. ანუ გულისხმობთ, რომ ეს არ მომხდარა თქვენი ნებით? გამომძიებლებმა დამაშანტაჟეს. და იძულებული გავხდი, დავთანხმებულიყავი. თანხა რამდენი გადაიხადეთ? 40,000 ლარი. ბრალდებული მღებრიშვილის არა, ისტორია. დარწმუნებული ხარ? დარწმუნებული ვარ. რა გადაწყვიტეთ, ქალბატონო თინა? რა თანხაა? ეს უკვე სხვა საქმეა. მოგზანდით ქალბატონო თინა. შემდეგი. გაუნფებთ ქალბატონო. მაშინ. გაუნფებთ. ქალბატონო ნორა, რა შედიოდა თქვენს უშუალო მოვალეობაში ამ ოპერაციის დროს? თანხების გადარიცხვის კონტროლი, ხოლო თუ ვინმე დასაკითხი დათანხმდებოდა საპროცესო გარიგებას, შევდიოდი უკვე და გამყავდა ეს ადამიანი სარეგისტრაციო განყოფილებაში. შემდეგ უკვე იქ ფორმდებოდა შესაბამისი დოკუმენტაცია. წვენსინებებ თუ წყალს? წვენს.
რა დოკუმენტაციის გაფორმებაზეა საუბარი? ამ პირებთან ვაფორმებდით საპროცესო გარიგებას, გარკვეული თანხის გადახდის ვალდებულებით. ვისაც ეს თანხა არ ქონდა, მათთან უკვე სხვა ხელშეკრულებას ვდებდით, ანუ ჩუქების ხელშეკრულებას. ეს ადამიანები თავის ქონებას, მანქანას, ბიზნესს და ყველაფერი რაც ებადათ, ჩუქნიდნენ სახელმწიფოს ნებაყოფლობით. შეგიძლიათ თუ არა გაიხსენოთ ის პირები, რომლებიც ამ სპეცოპერაციის შემდეგ იქნენ დაკავებულები? არა, ბევრნი იყვნენ. ზოგი მახსოვს, ზოგი არ მახსოვს. თუმცა ორი მათგანი განსაკუთრებულად დამამახსოვრდა. ტატა ვაჩნაძე და ანანო სამსონია. ნაკიდა, თქვენი, ნაკიდა, გამანები. ტატა ვაჩნაძის დაკითხვაზე რაღაც ინციდენტი მოხდა და ალბათ ამიტომაც დამამახსოვრდა. ხოლო ანანო სამსონია ახალგაზრდა გოგონა იყო ფეხმძიმედ. ძალიან მეწოდებოდა. თუმცა რეალურად მე არაფრის შეცვლა არ შემეძლო. უკაცრავად ქარბატონო, თქვენთვის კონვერტი მაგ გადმოსაცემი. არ გაიწრე! რა ხდება? რა ხდება? უკაცრავ! ამოყევით, სწრაფად. რა ხდება? იშველეთ! იშველეთ! რა ხდება? სწრაფად, ჩაჯექი. რა მოიგე? იშველეთ! სახელმწიფოს ფულს პარავდი, არა? რაღაც შეცდომა. შეცდომა ყოფილა. ბიჭია თუ გოგო? ჰა? თუ არ გინდა რომ შენი შვილი ციხის საავადმყოფოში დაიბადოს, მოაწერე ხელი. ხომ ხედავ? ვითვალისწინებთ შენს ორსულობას. ხოლო 40,000 ლარი გადაიხადე და სუფთად გამოხვალ. მე არ მაქვს ამდენი თანხა, ვერ გადავიხდი. არა აქვს ამდენი თანხა, ვერ გადაიხდის. კარგი. დავოძახებ ბიჭებს. და გადაწყვიტეთ, სად გაჩნდება თქვენი შვილი. ბრალდების მხარე მოწმეთ იძახებს ანანო სამსონიას. ქალბატონო ანანო, ჩვენებაში წერთ, რომ საპროცესო გარიგებას არ დათანხმდით, არ გადაგიხდიათ 40,000 ლარი, რის საფუძველზეც დაგაკავეს. რას გეუბნებოდათ გამომძიებელი დაკითხვისას? რატომ უნდა გადაგეხადათ ჯარიმა? ამხელა თანხა ნამდვილად არ მქონდა. გამომძიებელი ნორმალურად არაფერს მიხსნიდა. რათანაც დაკითხვისას ჩემი მდგომარეობით სარგებლობდა. რას გულისხმობთ? ორსულად ვიყავი. იმდენი მაწვალეს. უცელი მომეშალა. ტრაპეზაში. რამდენი ხანი მოგიწიათ პატიმრობაში ყოფნა? 6 თვე. გმადლობთ. გმადლობთ თქვენ ღირსება, მეტი კითხვა არ აქვს. ტილოა? რა? არა. კარგი ხარისხია, კარგი. გამძლე იქნება. სხვათა შორის შენი შვილის პერანგი მსგავსი არ აღმოჩნდა. რა შუაშია ჩემი შვილი აქ? შენი შვილი აქ. სად არის ჩემი შვილი? სად? აქ. ჩემი შვილს აქ რა უნდა?
აღიარე დანაშაული და ორივეს გეშველებათ. თუ არა ორივე გაიჟიმებით. ჩემი შვილი სადა? ბრალდების მხარე მოწმეთ იძახებს ტატა ვაჩნაძეს. ქალბატონო ტატა, არ გითხრეს რისთვის გაკავებდნენ? არა. პირდაპირ კუთში მიმიყვანეს. გვიან მივხვდი საერთოდ ჩემგან რა სითხოვდნენ. არავის არაფერი არ აუხსნია. სრული ქაოსი იყო. მე ვიფიქრე, რომ ყველაფერი გაირკვეოდა და გამათავისუფლებდნენ. მაგრამ საქმე ძალიან სერიოზულად აღმოჩნდა. რა გინდა ჩემკა? აიხადე რა. რა? გაიხადე. სხვათა შორის შენი შვილის ტოლო ბიჭები გიждდებიან შიშულ ქალებზე. არ გინდა სიამოვნო. დადარი ჩემი შვილი. აქ არის. გვერდზე ოთახში. ნარკოტიკი უპოვეს. შემოდით. აირჩიე. აღიარებ თუ შენი შვილი გაჟიმონ, აიხდი თუ არე დამელუდეს. კედელთან დადეგე. არ დათანხმდით საპროცესოს? როდესაც შვილით გემუქრებიან, ყველაფერზე თანხმდები. არ გიგუხარ. ვაჩნაძე საქმე შემომიტანე. რის აღიარებას გთხოვდნენ? უნდა მეღიარებინა, რომ სახელმწიფოს ვატყუებდი. საგადასახადო შემოსავლებს უმალავდი. საპროცესო გარიგებით ციხეს თავს ავარიდებდი. მაგრამ ჯარიმის სახით ძალიან სოლიდური თანხა უნდა გადამეხადა. რა თანხაზე იყო საუბარი? 100,000-დან დაიწყეს. მევაჭრებოდნენ. 50,000-ზე შევთანხმდით. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ეგრეთ წოდებული ჯარიმა გადაიხადეთ, თქვენ მაინც ციხეში აღმოჩნდით. რის გამო დაგიჭირეს? მოაწერე. 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 არგე. შენი! შემოდი! გაატრიეთავს! ადვოკატს ავიყვან! დედიშენ! სასამართლოზე ყველაფერს ვიტყვით! ონაში რომ სულ წამოგხდიან, იქ აიყვანე! დედა მოწყში. ქალბატონო ტატა, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაგაკავეს სიცოცხლის განზრახ ხელყოფის მუხლით, ასეა? კი. ქალბატონო ტატა, რამდენი წელი მოგისაჯეს? 6 წელი ვიჯექი. თქვენი ბიზნეს საქმიანობის დროს თქვენი მხრიდან ყოფილა თუ არა შემთხვევა გადასახადების თავიდან არიდებისა? არა.
დარწმუნებული ხართ? კი. კეთილი. კაბატონო ანანო. იყავით თუ არა წინასწარ გაფრთხილებული საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შესახებ? არა. კაბატონო ნორა, იცოდით თუ არა იმის შესახებ, რომ დასაკითხად მიყვანილ ქალბატონებს არანაირი ფინანსური დარღვევები არ ქონიათ საგადასახადოსთან? დიახ. ხმამაღლა თუ შეიძლება. დიახ, ვიცოდი. მე რეალურად არავინ არაფერს მეკითხებოდა. მე ვიყავი რიგით შემსრულებელი. საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი იქნა ცვლილებები, ხოლო იმდმე წარმოებები ძველი კანონებით ახდენდნენ ანგარიშწორებას ბიუჯეტთან, ასე რომ შემიძლია პირდაპირ ვთქვა. მათ არ იცოდნენ ამ ცვლილებების შესახებ. სიმართლე გითხრათ, ჩემი დაჭერის ბრძანება ერთმა ადამიანმა გასცა. მოახსენეთ სასამართლოს, რას გულისხმობთ? მოგახსენებთ. მე კერძო ბიზნესი მქონდა. ერთ დღეს ყველა შეკვეთაზე უარი მითხრეს. თუ ბანკის სესხს არ დავფარავდი, ჩემი ორანჟერიის გაყიდვა მომიწევდა. ამიტომაც დასახმარებლად ჩემი ქმრის მეგობარს მიუმართებ. ქალბატონო ტატა, ვინ იყო ის ქალბატონი? მაკო შარია. რა ხდება, აბა? ვაპროტესტებთ თქვენო ღირსებავ. ამ ფაქტს არავითარი კავშირი არ აქვს განსახილულ საქმესთან. ვაპროტესტებთ თქვენო ღირსებავ, კავშირი პირდაპირია, თუ დაცვის მხარე გვაცლის დაკითხვას, თავადაც ამაში დარწმუნდება. დაცვის მხარის პროტესტი მიღებული არაა. თხოვთ განაგრძოთ პროცესი. მომთხოვა ჩემი ორანჟერია გამომეყენებინა ნარკოტიკის დასახარისხებლად. მაურის გარეშე. განაგრძეთ თუ შეიძლება. და შემდეგ გასაღებაშიც მიმეღო ნარკოტიკის მონაწილეობა. ფულს მე მოგცემ. სერიოზულ საქმეში ჩაგრთავ. კარგ საქმეს თავაზობ. რა საქმეს? კარგ საქმეს, დადა. შემოსავლიანს. წვენი გინდა? დამისხი. შენი ქმარი მოკვდა. მაგრამ ცხოვრება გრძელდება. და საქმეც. კაი, არ გვინდა რა. გვინდა, ტატა, გვინდა, როგორ არ გვინდა? მაკო, მაგ საქმით ნაშრომ ფულს ერთხელ უკვე გაუსინჯე გემო რა. ძალიან ცუდი გემო აქვს, მაკო. სიკვდილის და მარტოობის. საფლავში თუ არ ჩაყვები, მშვენიერი გემო აქვს. მე გამამწარა. საქმე ეკეთებინა და არა წამალი. მშვენივრად გქონდა ეგერ საქმე აწყობილი. სანამ არ ჩაყვინთა. მოიცა. ანუ სხვა საქმეს ვერ თავაზობ ვერაფერს? უკეთეს ვერაფერს. ვერც არჩევანს. ეს საქმე არ და ვერ გაჩერდება. არ ვიცი. ის ხო იცი რომ შენ შულს მომავალი ჭირდება. მოდი აქ. დაჯექი. შენი ქვის საქმეს გააგრძელებ, გაიგე? ეს დროებით მოგიგვარებს პრობლემებს. მისმინე, შემოვხედე ერთი წუთი რა. შენ ხო იცი რომ შენ თავს არავის არ დავაჩერე. საღამოს აჩუქრებით მოვა. მადლობა წვენისთვის. რა რაოდენობის ნარკოტიკი იყო? ზუსტი რაოდენობა არ მახსოვს. მაგრამ მთელი ღამის განმავლობაში ახარისხებდნენ, წონიდნენ და შემდეგ ათავსებდნენ ყვავილების თესლისთვის გამოყოფილ პარკებში.
ხო გითხარი საჩუქრებით მოვალ თქო. აი? ახალი თანამშრომლები ყავს. ჩვენს ბიზნესში თამაშგარე მდგომარეობა არ არსებობს. ხელს არ მოვაწერ. მოაწერ. იცოდი ამით ვამთავრებ. აი უკვე შენი გადასაწყვეტი აღარ არის რა. მოაწერე. ფულს დაგიბრუნებ და წავალ. რამე ხო არ გიშლება? მომისმინე. ყველა დოკუმენტზე ჩემი ხელმოწერაა. რამე რომ მოხდეს, მე გარანტიას ვინ მომცემს. შესაქმე გააკეთე. გარანტიას კიდე შენ თვალწინ ხედავ რა. მოაწერე ხელი. მოაწერე. კარგი გოგო ხარ. მე ამ ფაქტის შემდეგ რამოდენიმე დღეში ამიყვანეს და გამომძიებელმა, რომელმაც დამკითხა, მითხრა, რომ ჩემი საქმე ძალიან ცუდად იყო ზუსტად იმ ფაქტის გამო, რომ მე უარი განვუცხადე მაკოს თანამშრომლობაზე. გმადლობთ ქალბატონო ტატა, თქვენო ღირსებავ. ბრალდების მხარეს აღარ აქვს კითხვები მოწმესთან. დაცვის მხარეს შეუძლია დაუსვას კითხვები მოწმეს. მადლობთ თქვენო ღირსებავ. იყო თუ არა შემჩნეული თქვენი მეუღლე ნარკოტიკების მოხმარება გასაღებაში და სწორედ ამიტომ წახვედით გარიგებაზე. მე 6 წელია ქვრივი ვარ. 6 წლის უკან მაკო შარიას დახმარებით კი. კალდრო მაკო თქვენ მისჯილი გაქვთ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას საკუთარ დანაშაულებზე? როგორც ხედავთ, მე უკვე ავიღე. ჩემ თავზე დანაშაული. 6 წელია ვზივარ. მაგრამ ჩემ თავარ დანაშაულად მაინც ის მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის და ministris დავალებებს ვასრულებდი. თქვენი ეხლა ამათი დრო დადგა, ამათი. თქვენი დანაშაული, თქვენივე ქმედებებია, ქალბატონო მაკო. ცოტაში მდიდარია. რაც ქვეყნის მაღალ ჩინოსნებს კი არა, ნარკოტიკებს და მის უკანონო ვაჭრობას ეხება. ესენი არიან თავი ნარკომანებიც, ბარიგებიც და ყველაფერი რაც მე მიწოდეს. ბრალდების ხარეს ხომ არ აქვს დამატებითი კითხვა? არა, თქვენო ღირსებავ. მოწმეს შეუძლია დატოვოს დარბაზი, მანდატურს თქო გააცილოს იგი. გააცილეთ, ქალბატონი. უკანასკნელად გაფრთხილებთ. ასეთი პროვოკაციული გამოხდომის შემთხვევაში გაგაძევებთ დარბაზიდან. მე ძალიან მიყვარს დედა შენი. შემართლა ჭაობის ბალახო შენ. მიგიფუთხებია იმ სასამართლოსთვის, იმ მოსამართლებისთვის, იმ ქვეყნისთვის, იმ საზოგადოებისთვის, რომელიც ესეთ დაცილებს, ესეთ კახმებს, ესეთ დაკოვაჭრებს და სიტყვის სადოთქვის საშუალებას. მიგიფუთხებია ამ ქვეყნისთვის, რომელმაც შების შრომა ვერ დააფასა. დაცვის სამსახურს ხო? აქ შეკრებული ყველა საზოგადოების. თავარი ბრალდებული გააძევოს დარბაზიდან. არა, რა უნდა მითხრა? მიგიფუთხებია იმ კედლებისთვის, რომელიც მიავაშენე. მიგიფუთხებია თქვენთვის, თქვენ განსაცდელს, რომლის სწავლა განათლებაზე ვიწრუნდე. პროცესი ცხადდება 20 წუთიანი შესაძლებლობა.